იყო თუ არა მართული ტყიბულის მაღაროს თანამშრომელთა გაფიცვა. პროტესტი მათ ჭიათურაში ასევე მაღაროელთა გაფიცვის დასრულებისთანავე დაიწყეს. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოფილ მაღალჩინოსანთა ხელს ხედავენ, რომლებიც ტყიბულის მაღაროს მფლობელები არიან. საუბარია დავით ბეჟუაშვილზე. ამ წუთისთვის კონფლიქტი დროებით გაიყინა, თუმცა როდის აფეთქდება რეგიონში სიტუაცია არავინ იცის. ტყიბულელ მაღაროელებთან შესახვედრად ზვიად თხელიძე ჩავიდა. გახსოვდეთ, ოჯახში გელოდებიან, ფულით. უცნობი ტყიბულელის მიერ დასრულებული ეს პლაკატი მაღაროელების მოთხოვნებს თითქმის სრულად გამოხატავს. რაც ამ პლაკატზე არ დაეტია, ის მაღაროელებმა და საგაფიცვო კომიტეტმა მემორანდუმში ჩამოაყალიბა. ძირითადად სამი მუხლის შესრულებას მოვითხოთ. პირველი, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს აღმასრულებელი დირექტორი თავისი გუნდით, გაუქმდეს ბრძანება იმ შახტის გაუქმების შესახებ და მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდეს გეგმითა და კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობები. გაფიცვა ტყიბულის ორ მაღაროზე 6 ნოემბერს დაიწყო. გაფიცვიდან 10 დღის შემდეგ ადმინისტრაციას მოთხოვნების კომპრომისული ვარიანტის და მემორანდუმის გაფორმებას თხოვეს. 16 ნოემბრის დღის პირველი ნახევრისთვის საქნახშირი GIG ჯგუფის ხელმძღვანელობამ მემორანდუმის ხელმოწერაზე უარი თქვა. თუმცა ზოგიერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დათანხმდა. მაგალითად, სხვა თანამდებობაზე გადაიყვანა აღმასრულებელი დირექტორი ლევ სტროიაკოვსკი. ნახშირის მოთხოვნა იგივე რჩებოდა ახალ წლამდე და ახალი წლის მერე კიდე 840 ტონით ნაკლები იქნებოდა და თავისთავად შემცირდებოდა ხელფასებიც. რითი ახსნა, რატო ვაკეთებდა eso? ამას ახსნა განმარტება არ გაუკეთებია, მან ერთი რაღაცა ახსნა. ვისაც გაწყობთ იმუშავებთ, ვისაც არა და როგორც იმან თქვა, მე ბოდიშ მოვითხო საზოგადოების წინაშე და იხნი მათო. თან მერე გვეუბნება, вы хотите, чтобы здесь китайцы привели и чтобы они работали. იმით დაგვემუქრა კიდე რომ ჩინელებს მოვიყვანთო და ადმინისტრაციის ნაწილობრივი თანხმობა საკმარისი პირობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მინდელის მაღაროს გვირაბ გამყვანები და ამფეთქებლები სამუშაოდ გასულიყვნენ. მაღაროელები გარანტიებს ითხოვდნენ, რომ 6 თვის განმავლობაში კვლავ ძველი პირობები შეუნარჩუნდებოდათ. ასევე ამოქმედებული იყო ძიძიგურის სახელობის მაღარო, რომელიც ქვანახშირის რეალიზაციის შემცირების საბაბით დაიხურა. ჩვენ ვითხოვთ, რაც იყო არჩევნებამდე, როგორც იყო ის ხელფასები, არ ვითხოვთ არც გაუმარგებას, როგორც იმ ძღოლები ვითხოვენ გაუმარგებას. არ ვითხოვთ. ჩვენ გვაქვს 700, 800, ზოგს ახლა ვინც უფრო საშიში სამუშაოზე მუშაობს, იმას 1000-იც და შეიძლება ცოტა მეტიც, მაგრამ ის არაბა იმას უფრო მეტი ეკუთვნის. უსაფრთხოების პრობლემა მაღაროელებისთვის ერთ-ერთი უმთავრესია. უსაფრთხოების ზომების დაცვასთან ერთად ტყიბულელი მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ. მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროები ტყიბულში ხელახლა 2006 წელს ამოქმედდა და სამწუხაროდ მაღაროელთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. 2012 წლამდე აქ მიწისქვეშ სამუშაოების წარმოებისას თითქმის 200 ადამიანია დაღუპული. მხოლოდ 2010-2011 წლებში მინდელისა და ძიძიგურის მაღაროებში 13 მეშახტე გარდაიცვალა. წარმოდგენა არა აქვს ადამიანს რა ხდება იმ შახტაში და როგორ ადგილებსა და სად მუშაობ. აი, როდის და ვირთხებით დავძრუებით და როდის აი სამთო დარტყმებს უძახიან, როდის დაარტყმს ეს სამთო დარტყმა და მოგკეტავს იქით მხარეზე, რაღაც იმ უბსკულში გამოუსვლელ ადგილზე, იქიდან შანსი აღარ აქვს, ცოცხალი გამოვიდეს ადამიანი და 28 ლარად მე მაგალითად ვერ ჩავალ და ვერ ვიმუშავებ. ვერ შეეჭიდები. ოცდაათი წლის გიორგი მანაგაძემ მე-12 მალა 6 იანვარს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაიზიანა. ის დღეს ლოგინადაა ჩავარდნილი და მკურნალობის გრძელვადიან კურსს საჭიროებს. საწარმო მისი მკურნალობის ხარჯების მხოლოდ ნაწილი გაიღო. უკვე თვენახევარია მანაგაძეების ოჯახს ერთი თეთრიც არ მიუღია. ბევრი არისო ნახარჯიო რა დაუმალო კაცო. ბევრი არისო ნახარჯიო, ბევრი გედევიხადეო შენზეო. გვაცადე თუ ახლა ასე გავცეს პასუხი.
გადავწყვიტავთ კიდე რაღაცა იქნება. მე მგონი მიავნთ გულთან, მაგრამ აი ჩვენ რა ვქნათ? ჯერჯერობით კომპანია ვერაფერს ვერ გიზამთ. უნდა ჩავრიოთ იურისტები, ჩავრიოთ ბეჟუაშვილი, მაგრამ ჯერ ვერც ბეჟუაშვილი ვნახე და ვერავინ. ვარ უკვე ერთი თვეა ჰაერში. ჩემი გოგონა მუშაობს რესტორანში, ხაჭაპურს აცხობს და იმის 5 ლარით ვართ. ჯერჯერობით. კომპენსაციას დავუყურებთ. ყველაფერი თავმომდევნო დასაქმებებთან ხარჯებია, ყველაფერი და პლუს 10,000 ესე იგი, ამის გარდა ესე ოჯახის წევრების დასაქმება სახელმწიფოსგან ჩვენგან ბავშვების მაქსიმალურად ხელშეწყობა სწავლის, ვისაც ბავშვები დარჩა, ვისაც აუნტყოფი ყავს ოჯახში, ყველა ხარჯის თავის თავზე აღება. ერთ თუ ამ სოციალურ ისაც გაუბედურებულ ოჯახებმა არ უნდა იგრძნო, რომ მათ ჩენალი მოუხდეთ. 2010 წლის 27 აგვისტოს დაღუპული ლაშა ბოჭორიშვილის ოჯახისთვის 10,000 ლარი არ მიუციათ. მირანდა რიჟამაძე და მისი 6 წლის შვილი მარიამი 250 ლარიან შემოსავალზე არიან დამოკიდებული. ოჯახს დაკრძალვის ხარჯები ქარხანამ აუნაზღაურა. მეუღლე კი საწარმოში მინიმალურ ხელფასზე დაასაქმა. ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 10,000 ლარი დაკრძალვის ხარჯები იყო. არადა კადრებში გარკვევით ისმის, რომ დაკრძალვის ხარჯების გარდა დაღუპული მაღაროელის ოჯახს 10,000 ლარი უპირობოდ უნდა მიეღო. ვინაიდან ამათმა მეტი მოითხოვეს ახლა რომ 200 კაცია ეს მაგერ 400 კაციან და რაღაცა გაიზარდა და ვარი აღარ უთქვია რამდენადაც მე ვიცი ამ კომპანიას რომ კი ბატონო რამდენი გინდა დეზა ისე რომ ადგილობრივი ბიუჯეტს რამე მიეცა 10,000-იან კარგად რომ შანსი არ არსებობდა 10,000 ლარიან კომპენსაციას ფულით ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გადაიხადა. ეს 10,000 ლარი მე რომ მოვითხოვეთ სად წავიდა თქო ეს 10,000 ლარი გვიხსენეს რომ გარდაცვლის ხარჯებში წავიდა ყველაფერი. არა და გარდაცვლის ხარჯების გარდა უნდა ყოფილიყო ეს 10,000 ლარი. არ ჩანს საერთოდ სად წავიდა, რომელმა ჯიბემ ჩაყლაპა, სად წაიღეს, ეგ არ ვიცით. ტყიბულელი მაღაროელები ამბობენ, რომ საქნახშირი GIG ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბეჟუაშვილია, მიუღებელი პირობები მხოლოდ იმიტომ შესთავაზა, რომ მუშები გაფიცულიყვნენ და საწარმო და მასთან ერთად მთლიანად ტყიბული პარალიზებულიყო. შეხედულებას, რომ საწარმოს ხელმძღვანელობის ქმედებაში საბოტაჟის ნიშნებია, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატიც იზიარებს. ეს არის იმ დაჯგუფების მიერ, რომელმაც თავის დროზე საკმაოდ იაფად გაკოტრების წესით ხელში ჩაიგდო ქვანახშირის მაღაროები და ლიცენზია 45 წლის ვადით, მათი სურვილი საბოტაჟისა, მცდელობა 6 თვე ძალიან ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოცხადებულ 6 თვიან პერიოდს, როდესაც მათ უნდა თითქოს ჩაატარონ ხელახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის გაურკვეველია ლოგიკა. რატომ უნდა გაანთავისუფლო იანვრის დასაწყისში 500 თანამშრომელი და უთხრა მათ, რომ 6 თვის შემდეგ მიიღებ ისევ სამსახურს. ქართული ოცნების წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში შექმნილ შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიას უკვე მიმართა. გამოძიების თემა კომპანიის ფინანსური მდგომარეობაც უნდა გახდეს. ბუნებრივია მხარს ვუჭერი მოსაზრებას, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს სიტუაცია კარგად უნდა შეისწავლონ. პირველ რიგში მე როგორც პარლამენტის წევრი მივმართავ და უკვე მივმართე ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ სამთავრობო კომისიას, რომ იქ ნომერ პირველი საკითხი იყოს ტყიბულში გაფიცულთა მდგომარეობა და მათი შრომითი უფლებების დარღვევა. პარასკევს საღამოს ტყიბულელმა მაღაროელებმა გაფიცვა დროებით შეწყვიტეს და მაღაროებმაც სრული დატვირთვით განაახლეს ფუნქციონირება. მემორანდუმზე ხელის მოწერა საქნახშირი GIG-ის ჯგუფის საწარმოს ადმინისტრაციამ არ ისურვა. თუმცა მაღაროელებს გარკვეული გარანტიები მისცა. საგაფიცვო კომიტეტი უახლოეს მომავალში საკოორდინაციო კომისიად უნდა გარდაიქმნას, რომელიც შეთანხმების პირობებს გაუწევს კონტროლს. საპროტესტო ტემპერატურამ ქვეყნის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ქალაქში დაიწია, თუმცა საკითხავია როდემდე. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. სტუდია GNS-ი ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებად. კარგად ბრძანდებოდეთ.